რაც შეეხება ჩვენ გაცემის სათაურს, კატეხილი გულები. ეს სათაური ეძღვნება Hearts of Midlothians, Midlothian როგორ არის. რომელსაც ალბათ მთელი მსოფლიო, ვისაც აინტერესებდა, გულშემატკივრობდა, საოცარი ეპიკური დასასრული ჰქონდა შოტლანდიის ჩემპიონატს, Celtic Hearts-ი. ფრეზე Hearts-ი ხდებოდა ჩემპიონი და 61 თუ 2 წლის მერე იგებდა პირველ ტიტულს და ბოლო 41 წელიწადში პირველი შემთხვევა იქნებოდა, რომ ვერ გახდებოდა ჩემპიონი ვერც Celtic-ი, ვერც Rangers-ი, აბერდინის მერე. და ძალიან ცუდა დააკლათ, იმიტომ რომ ბოლო წუთზე ფაქტობრივად გაუშვეს გოლი. მაედამ გაიტანა სვათაშორის. თან თავიდან გოლი არ გაუქმდა, თამაში გადაფიქსირდა, მაგრამ არ იყო შე ჩანდა გამომერებაზე, რომ ოფსაიდი არ დაფიქსირდებოდა და გოლი ჩაითვალა და ძალიან ცუდი რაც იყო მაგ ყველაფერში. ნუ ერთი გასაგებია რომ Celtic-მა რომ მოუგო და ნუ აი ჯერსი ბიჭო გულშემატკივრებს აჩვენებდნენ ბოლო წუთებზე. ისე ნერვიულობდნენ Celtic-ის ხომაგები, რომ მეთქი რა, ნამუსია რა, ასე ჩემა ეთყობა ერთადერთი რაც აბრაზებდა კი და ესე აქომაგებდათ იყო ის თემა რომ 41 იყო ანგარიში Celtics-სა და Rangers შორის და ამ მოგებდა 52 ტიტული მოიგეს და გადაასწრეს, მაგრამ არგი რა ბიჭო. ანუ ტიპები 60 პლუს წელია ჩემპიონი ვერ გავხდარან. 40 და რაღაცა წელია ამ ორი გუნდის გარდა ჩემპიონი არავინ არა, ძლივ შანსი და ესენი ყდებოდნენ, ტიროდნენ შეშო. ტიროდნენ ბიჭო ტიპები. ბოლო რა 20-დან 19 ჩემპიონატს მოგებული თუ რაღაცა და ნუ Rangers-ო გადაასწრეს. ეს საწყლები ბიჭო. თან რაც სუდად თქვენ არ ვიცი ნახეთ თუ არა, მაგრამ ეს თამაში ვაფშე საერთოდ უნდა ყოფილიყო გადამწყვეტი იდეაში, იმიტომ რომ წინა ტურში, ბოლოს წინა ტურში. ჯერ ხო იმის წინ Hearts-მა ფრეი თამაშა სამწუხაროდ და თან ვერ უყურებდი მაგ თამაშსაც და აი ბოლო წუთებზე არ გარისკეს, არ შეუტიეს, ქულას დაკმაყოფილდნენ. და წინა ტურში ბოლო ხუთ თამაში ორი ფრეი იყო. ქულები დაკარგეს ხო Hearts-მა სამწუხაროდ, მაგრამ ნუ ის უფრო საწყენი იყო რა, მოზერბელთან ვერ მოიგეს. და იმავე მოზერბელს თუ კილმარნოქს ეთამაშებოდა Celtic-ი ახლა ბოლოს წინა ტურში. ისო მოზერბელი იყო რა. აშ ბოლო წუთზე იყო 2-2 ფრეი იყო 97 წუთი იყო თუ 16 და ფრედ თავდებოდა Hearts-მა მოიგო თავის თამაში და ჩემპიონი ხდებოდა 4 გოლით ასწრებდა Celtics. შო ტიტულს იგებდა რა. და ვიღაცა მოზერველის ვიღაცა ცველი გამოხდა შეჩემა. ბიჭო ძალიან არ გაუმართლათ. აუტი ჩააწოდა Celtic-მა. და ეს უკან მიდიოდა ახტა ამ ბურთზე რომ ეთამაშა და ნუ იდაყვი ძიხმარა და Celtic-ის ფეხბურთელი უკნიდან გამოვარდა და იმას მოხდა იდაყვი. ამან ბურთზე ითამაშა და დავარდა ის. წავიდა ეს ბიჭო როგორი პენალტი იყო იცი აი მე შევა არ დამეტო მომენტ რა იმიტომ რომ კი მოხდა იმას იდაყვი მაგრამ ნუ აი ძალიან ისე უკან იყო რა და ეს რაღაცა არც ვერც ხედავდა ამას და რო ახტა აი ეს ახტომისას იდაყვი მიარტყა. იმანუელ ლონგერმა ნუ არ უჩევი რაღაცა მოსაკლავია ეგ ტიპი შოტლანდიური ფეხბურთი Hearts გოგებს უფრთხილდეს იმიტომ რომ ეგ პენალტი 99 წუთზე გაიტანა იმან შოტლანდიური ფეხბურთი ზოგადად რამდენად იმსახურებს ყურადღებას არა ბიჭო ეს ხა ნახე შოტლანდიური ფეხბურთი ისტორიული მომენტია მე Celtic-ი რო просто გამხდარიყო ის ჩემპიონი უნიკ მართლა სასწაული სეზონი იყო შოტლანდიელები ფეხბურთს 200 რაღაცა დღე ლიდერობდა ძალიან ცუდები არიან ჯერ არიან ძალიან ცუდები ხა ბევრ ქვეყანაზე კარგები არიან ხო მაგრამ რაღაცნაირ Scott McTominay იყო ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელი არა ჯორდან სტრახჩანი ყავდათ შეჩემა სტახანი არა კიდე ყავდათ კაცო მაგრამ კენი დალგლიში კრემსუნესი რავი და მაგახდება ყველა დროის საუკეთესო ლევანდოვსკის გასვლაზე და გაცილებაზე ვილაპარაკეთ და 119 გოლი გაიტანა კაცმა ბარსელონაში 192 თამაშში და ბარსელონას ყველა დროის მობარდირებში სხვათა შორის მე-11 ადგილზე. ვა, არა პატარა ამბავი. წარმოიდგინეთ. უცხოელებში რა მე-7-ზე. ვინ უსწრებს? მესი, ლუის სუარესი, კუბალა, ეტო, რივალდო და კლუივერტი. ვა. კლუივერტი უსწრებს 2 გოლი. თეორიულად თუ კიდე ითამაშებს ბოლო ტურში, კლუივერტის დაწევა შესაძლებელია. ბარსელონა გახდა პირველი გუნდი ლა ლიგის ისტორიაში 38 ტურში, 38 ტურიან ჩემპიონატში, რომელმაც ყველა საშინაო თამაში მოიგო. ო, კი ბატონო, ეგ ნახე მეც. წელს მოიგეს 19-ვე შეხვედრა. რეალს ჰქონდა ეგეთი რაც გაკეთებული 85-86 წლების სეზონში, მაგრამ მაშინ 34 ტურიანი ჩემპიონატი იყო, 18 გუნდიანი ლა ლიგა იყო. 17 მოიგეს. პირველად ასევე 2003-4 წლების სეზონიდან მოყოლებული, რაც ოპტა ითვლის სტატისტიკებს. მოხდა პირველად რომ ბარსელონას ზედზე 2 ფეხბურთელმა გაიტანა 2 სხვა თამაშში გოლი ჯარიმიდან. აჰა. კლასიკოში რაშულმა შეაგდო. ეხლა იგივე კარში გაიტანა იმან რაფინიამ.
კაი გოლი გაიტანა რაფინიამაც, თუმცა მეკარის შეცდომაც იყო ფაქტია. რეალ მადრიდს აქვს სხვათაშორის ყველაზე ისტორიაში ხანგრძლივი წაუგებელი სერია სევილიაში. ანუ ერთდროულად დაამყარეს ორი რეკორდი. ყველაზე დიდი ხანი არ წაუგიათ სევილიაში და ყველაზე დიდი ხანი არ წაუგიათ სევილიასთან. ორივე. ანუ სევილიაში არ წაუგიათ სევილიასთან 14 თამაში, 7 თამაშია, ბოდიში. 6 მოუგეს და 1 ფრე. ამოიდგინე სანჩესის ხონას. არა სულიჯერდად ხოლმე ესე. ხო, და 7 თამაშთან წაგება რა აქვს და პლუს სევილიასთან ზოგადად ბოლო 15 თამაში არ წაუგია რეალს. თან 13 მოუგო. ეს ანუ ყველა იმის მასშტაბით თუ მარტო ლიგის მასშტაბით? ჯენე დაკონამა მიიღოს ვაშოს წითელი ბარათი, ძალიან მნიშვნელოვანი თამაში ელჩე ხეტაფეს შეხვედრაში, სადაც ხეტაფესაც ჭირდებოდა გულები და იმასაც. ელჩეს. და ჯენე მიიღო წითელი ბარათი და მას შემდეგ რაც მას ლა ლიგაში ჰქონდა დებიუტი 9 წლის წინ, ალბათ არ იქნება ეს ამბავი ლა ლიგის ულტიმატურების გასაკვირი, რომ ამ პერიოდში ამაზე მეტი წითელი ბარათი არავის მიუღია. დაკონამი არის აბსოლუტური ლიდერი. ამ თვალსაზრისით. ანტუან გრიზმანსაც შეეხება, რომელიც ასევე მიდის. მე-500 თამაში ჰქონდა ატლეტიკოს რიგებში და მესამე ფეხბურთელი გახდა სულ, ვისაც ეს შედეგი აქვს. კოკე და ობლაკი არიან დანარჩენი ორი. 500 მატჩი ითამაშა ატლეტიკოს შემადგენლობაში. ძალიან ულაწოტელი მიდიოდა გრიზმანი, რაც ბოდიში მოუხდა გულშემატკივრს, მეტი მოგება ვერ მოახერხებოდა. და ლა ლიგაში მას აქვს 90 საგოლე პასი და 10-11 წლების სეზონის მერე მარტო მესიმ და ბენზემამ გააკეთეს მასზე მეტი. 155 გააკეთა მესიმ და ბენზემამ 102 სხვადასხვა. მოჩვენს. და პარემს უცებ სერიას შედეგებს. სერიაში ხო ის იყო? ნუ ყურე რომალაციოს. ფიორენტინას მოწვა. მაგას უყურე? რატომ შენ იუვენტუსის მატჩი რა? კარგად გამოგიშოს და. მაგრად. მან დრაგორამ გაიტანა ძალიან ლამაზი გოლი. და კაია რო ფიორენტინა მოუგო, იმიტომ რომ იუვენტუსი არ მსახურობს არაფერს ჩემი აზრით. ხო, კი არის დრო, მაგრამ ლიგაზე გახსოვს არ მსახურობს. ხო, არის დრო, მაგრამ მე მგონი ხომ ჯობია საერთოდ რომ ლიგა გამოტოვონ რა. ხო. მაინც იქნებ ცოტა აზზე მოვიდნენ რომ შანსი კი დარჩა, მაგრამ ძალიან მცირეა რომ გავიდნენ. რომალაციო იყო ძალიან ისეთი ცოტა უცნაური თამაში გამოვიდა, თან თითქოს რაღაცა აბსოლუტურად არადაძაბული დერბი იყო და ამავე დროს სამჯერ იჩხუბეს ერთმანეთში ფეხბურთელებმა და ბოლოს გაძევებითა დამთავრდა იქით-აქეთ და ისე მთლიანობაში თითქოს ძალიან მწვანედ იგებდა რომა რა. და რეკორდი რა ისეთ რაღაც მოხდა რაც აქამდე არ მოხდა რა არასდროს დერბების ისტორიაში. ჩანლუკა მანჩინიმ გაიტანა ორივე გოლი, ორივე კუთხურიდან. ლაციო ჯობდა სხვადასხვა რომას, უკეთესი გუნდი იყო აშკარად, მაგრამ ორი გოლი გაუტანა რომამ ისე კუთხურებიდან და პირველი მცველი გახდა ისტორიაში, რომელმაც რომალაციოს თამაში დუბლი შეასრულა. ვა უცნაური ის არის ძალიან ფაქტი. ეგეთ შემთხვევა. US-ს შეეხება საინტერესო ფაქტია ძალიან და ძალიან უცნაური თანამოედროს, რა ვიცი ეს რაღაც არ მახსენდება. პირველი დარტყმების 46% შემთხვევებში გოლს უშვებენ ესეჩი. პირველი დარტყმების 46%-ში? ვა. ხარო და დავაკვირდი მეთქი მაგას და თვალში მოხდა მეთქი მოგატყუებ, მაგრამ ბიჭო, ანუ 16 გოლი აქვს გაშვებული 35 დარტყმიდან. უცნაურია. ანუ 35 35 დარტყმა თუ აქვს 37 შეხვედრაში პირველი 25 გოლი თამაშია, რომ დარტყმაში არ დაუწყოს მეტოქეს. ხო. იქნებოდა ეგეთი კი სერიაში. ხო, არ არის გასაკვირი. ანუ ორჯერ კარში არ დაურტყამთ არავის და 35-ჯერ როცა დაურტყეს კარში, ეს პირველი დარტყმები რაც იყო 16% შემთხვევაში, ანუ 46% შემთხვევაში გოლი გავიდა. და ევროპაში ეს შედეგი არავის არ აქვს. ტოპ 5 ლიგებში. ხო, რა თქმა უნდა. ანუ ლოგიკურია. ახალარი დარტყმების თავდება გოლით. ბენფიკაზე თქვი რა მე? არა, ჯერ გულაპარაკე მაგაზე, მაგრამ ხო ბენფიკას შედეგიც მთელი დღეს ვლაპარაკობთ ამდენი ხანი პრინციპში. ლაუტარომ გაიტანა იმაზე იტალიის თასის ფინალში შუაკვირაში, რომელიც მოიგო ინტერმა. და საინტერესოა, რომ 3 გოლი აქვს იტალიის თასის ფინალებში გატანილი უკვე. და ინტერინან მარტო 2 კაცს აქვს კიდე იგივე შედეგი ისტორიაში. კრესპოს, ხულიო კრუს. ვა. ნუ ვიერი არ არის ახაც. ბატონო სანამ იტყოდე ვინ იყო გავიქრო ვიერი იქნებოდა. ხო, არა, არგენტინელები არიან სულ როგორც არა. კი ბატონო, არგენტინელები ხო. და ასევე შუაკვირაში ინტერი გახდა სულ მეორე გუნდი, რომელსაც 10ჯერ აქვს იტალიის თასი მოგებული, ან მეტჯერ იუვენტუსს აქვს 15ჯერ. და სკოტ მაკტომინეის 10 გოლი აქვს სერიაში, შეაგდო ამ ტურშიც. და მეორე ფეხბურთელი, მეორე ნახევარმცველი გახდა ნაპოლის ისტორიაში, რომელმაც ორ სხვადასხვა სეზონში 10-ან მეტი გოლი გაიტანა, ბოლო 90 წელიწადში გახდა სულ მეორე ნახევარმცველი. აბა პირველი ვინ იყო? ნახევარმცველი. ხო. გოხან ილერი, ანუ არ ვიცი. არა, ბევრად უფრო იქით? არა, ბევრად უფრო აშკარა პასუხია. ხო, მარადონა ითვლება ნაცვლად? ხვიჩა, აბა? არა.
აბა მაშინ არ ვიცი. ჰამშიკი. ნუ სოჭი ფიქრობთ. როცა ინლერი ვთქვი, მან ფიქრობდი ჰამშიკი. ვიცი ჰამშიკი კიდია ბომბარდირი თუ იმან გაასწრო? რამდენი არ ვიცი, ვერ გეტყვი ნამდვილად. ვიღაცამ გაასწრო მგონი არა? მერტენსმა. მერტენსი არის, კი. ეგ ამახსენდა რომ მერტენსმა გაასწრო კი. აუცნაურია. მაგას რო გაასწრო გამასწრო. აი მუნდიალი ნაპოლიდან. მერტენსი რო ყოველდღე ბომბარდირი ცოტა უცნაურია. მარადონას არ აქვს ისე მართლა თუ მარადონა ახალწლებში არ გადის. ხო და აი მაგითო დავეჭვდი მეც. ეს ნახევარმცველი იდეაში მას შევა არ კონდეს ზედს 2 სეზონი 10 გოლი გატანილი იცი? არ აქვს ლაპარაკია რომ ორჯერ 10 გოლი კი მარადონას აქვს როგორ არ აქვს კაც. ხო მარადონას ნახევარმცველად არ ითვლება რა. აჩეღო ბენფიკას. მეორე დაამთავრეს სეზონი წაუგებლად ისო ჩემპიონები ვერ გახდა. ხო. ეგეთ ფაქტები კიდე იყო, ჩვენ გავიხსენეთ, რომ პერუჯა იყო. წაგების გარეშე და ვერ გახდა ჩემპიონი. იტალიაში იყო პერუჯა და კიდე იყო რამდენიმე გუნდი, რომელსაც ეგრე წაგების გარეშე დაამთავრა სეზონი და ჩემპიონი ვერ გახდა, მაგრამ ბენფიკას შემთხვევა ერთი ხო იმითაა განსაკუთრებული და უნიკალური, რომ მეორედ მოხდა, მაგრამ თან მესამეზე გავიდნენ შეჩვენა. ჩემპიონთა ლიგას ვერ გავიდა. ხო, აი ეგ ხო ანუ უფრო მაგას მეგონა. სეზონში და ლიგაზე ვერ გავიდა. ხო, უფრო მაგაზე განმახვილებდა ყურადღებას რა, რომ ხო ჩემპიონი ვერ გახდნენ და აი ლიგაზე ვერ გასვლა ძალიან უცნაური იყო რა. ხო, იმიტომ რომ ბოლოს წინა ტურში ბრაგას ვერ მოუგეს სახლში. მაგანი მოქმედა. აი გავიდა სპორტინგის საბოლოო ჩემპიონი. და ახლად გასნობელად რეალისგან მომავალ სეზონში თამაში თუ არ წააგეს შემდგომ სეზონში შეჭმოთ ალბათ ჩემპიონები გახდებიან იმედი არა მაგას არ გულისხმობ მაგრამ როგორ თამაში უნდა ველოდოს მეთქი ხო კაი დატო მე მგონი დროა გავიდეთ ბოლოსში რა აიცა რაც უნდა გავათამაშოთ კიდე კრიპტო ხო და ანუ გადავიდეთ ისეთი ბუნდესლიგაზე ვიტყვი უცებ მაშინ ბიჭო რაღაცებს თქვა მინდოდა კიდე რა კალასკი ყველაზე კიდია და შეაგინა გალანძღა მაგრამ ელვერსბერგი გადმოვიდა ბუნდესლიგაში და შარშან იყვნენ ძალიან ახლოს რომ გადმოსულიყო მაგრამ პლეიოფი წააგეს და წელს გადმოვიდნენ და სოფლის გუნდია მართლა ფაქტობრივად ზაარლანდიდან თან ზაარლანდიდან იმიტომ თქვი რომ მეოთხე გუნდი გახდა სულ ისტორიაში ზაარლანდის მიწიდან რომელიც გადმოვიდა ბუნდესლიგაში და 59 გუნდია ელვერსბერგი ბუნდესლიგის ისტორიაში რომელიც ითამაშებს ამ ტურნირზე და ზაარლანდიდან აქამდე უთამაშეთ მარტო ზაარბრუკენს ჰომბურგს აი ეს გუნდი არ მახსოვს ბუნდესლიგაში ბორუსია ნოინკირხენს არის საგემია ბორუსია ნოინკირხენი არ მახსოვს ნახოთ ბუნდესლიგაში რომელსაც იყო ეგეც არის ალბათ 1 სეზონი იყო ჰომბურგი კი ბატონო და ნუ ზაარბრუკენს დავისთავად კეინმა 17 გოლით გაასწრო დენის უნდავს და 54 წლის წინ დაფიქსირდა ამაზე დიდი სხვაობა ბოლოში. მარტივი გამოსაცნობია ვინ იყო ავტორი ამ სხვაობის, გერდ მიულერი, რა თქმა უნდა. აი იმ სარეკორდო სეზონში, რომელიც მე ლევანდოვსკიმ გამაუმჯობესა, მაგრამ სანამ ეს მოხდებოდა მიულერის იყო რეკორდი 40 გოლიან სეზონში. მაშინაც 40 გოლი გაიტანა მიულერმა, კლაუს ფიშერმა და ჰანს ვალიცამ გაიტანეს 22, ასე რომ მან 18 გოლით გაასწრო. და ნუ დღემდე ეგაა რეკორდი და კეინი ძალიან ახლოს მივიდა მაგ რეკორდის დამხობასთან. რეკორდი დაამხო სამაგერ ბაიერნმა რომელმაც თავისი რეკორდი ხო მოხსნა და რეალს გაასწრეს ბოლო ტურში გატანილი გოლებით 122 გოლით დაამთავრა სეზონი და ტოპ 5 ჩემპიონატის ისტორიაში მეორე შედეგია ეს. ერთადერთი გუნდი რომელსაც უფრო მეტი აქვს გატანილი ოდესმეს ერთ ისტორიაში არის დიდი ტორინო 47-48 წლების სეზონში ტორინომ გაიტანა 125 გოლი. ოღონდ 40 თამაში აი გუნა მეკითხა ხო რომ თამაშებს რაოდენობა ბაიერნმა გაიტანა 122 თამაში 6 თამაში ნაკლებში 6 კი არა 1 თამაში ეყოფოდა რომ კი შედეგი განჯობესება ვიდეობათობით და ხო კეინმა ამ სეზონში 36 გოლი რო გაიტანა თავის რეკორდი გაიმეორა წინა სეზონში კი არა 23-24 წლების სეზონში ასე 36 გოლი გაიტანა და პირველი ფეხბურთელია მეორე ფეხბურთელია ისტორიაში უბრალოდ რომელსაც ორ სხვადასხვა სეზონში აქვს 36-ზე მეტი გოლი გატანილი რა თქმა უნდა ერთადერთი აქამდე იყო გერდ მიულერი რომელმაც სამჯერ მოახერხა ამ შედეგის დაფიქსირება. და ბოლოს ავსტრიიდან გერმანიის მეზობელი ქვეყნიდან ლასკი გახდა ჩემპიონი ავსტრიის და საინტერესოა რომ მეცხრე ტურის მერე მე-11 ადგილზე იყო და მაინც ჩემპიონი გახდა. და ისტორიაში არავინ გამختარა ავსტრიის ჩემპიონი ასეთი სტარტის მერე. ანუ 9 ტურის მერე მე-11 ადგილზე ყოფილიყო ვინმე და მე ჩემპიონი გამختარა, ეგრევე არ მომختარა. სხვათა შორის ლასკი გახდა ჩემპიონი და თან დიდი პაუზის მერე მოიგეს, როგორც მახსოვს. მეორეს გავიდა 60 წელი, ხო? იმდენი რამდენიც არცით თუ 62 იყო. ფასიც ეგრე იყო რა 60 წელი იყო. მაგრამ ნუ ლასკის ჩემპიონობა ისეთია ლინცერის იგივე აღსანიშნავია, მაგრამ ჩვენთვის საინტერესო მაგ სეზონში რა თქმა უნდა ის იყო რომ წინა გადაცემაში ვილაპარაკეთ ოთარ კიტეიშვილი გახდა ზედიზედ მე-13 ავსტრიის ბუნდესლიგის როგორც მებურთელიც სრული სიგიჟეა და გარდა ამისა წელს გახდა ბომბარდირიც.
15 გოლი გაიტანა და იყო ეს ბომბარდირებისთვის და ნუ სასწაული ამბავია ესეც რა კიდე არა ფორვარდი თან კი შენტო ვინახრამცველია და შტურმში უფრო შეიძლება კიდე უფრო წინ თამაშობს ცოტა ვიდეო ნაკრებში მაგრამ ბომბარდირობა ჩემპიონატის მაინც უცნაური ამბავია რომ თავდასხმელი კი არ გახდა არამედ გახდა კიტეიშვილი და თან მესამე ძეძინს გახდა სეზონის საუკეთესო ფეხბურთელი არანორმალური შედეგები აქვს კიტეიშვილს მიუხედავად ამისა არ ამგონია რომ თითქოს ლოგიკური ისიქი და არის რომ წავიდეს და რაღაცა მე მგონია ძალიან კარგად არის სადაც არის იმიტომ რომ მართლა რა ვიცი უდიდეს პატივს სცემენ და მეფესავით არის მართლა არნოლდ შვარცენეგერის გალაგ გრაცში და სტურმი ითამაშებს ჩემპიონთა ლიგაზე შემდეგ სეზონში ნუ ჩემპიონი წელს ვერ გახდა მაგრამ არა უშავს წინაურ წელს მოიგეს კიტეკი ყველანაირ რეკორდს ამყარებს სამჯერ ზედიზედ საუკეთესო ფეხბურთელობა ჩემპიონატის რა ჩემპიონატს არ უნდა იყოს მithumet ავსტრიის არის აბსოლუტური სიგიჟე საოცარი შედეგია მართლა კიდე ქართველებიდან რა იყო ლოცოშულმა გაიტანა ძალიან მნიშვნელოვანი გოლი სხვათა შორის ხო იმიტომ რომ ჯერ თავის კარში შეაგდო და ბოლო წუთებზე გაუტანა ჰანოვერს რომელიც მესამეზე გადიოდა და პლეი-ოფს ითამაშებდა და ამ გაშვებული გოლის გამო მესამეზე გავიდა პადერბორნი ჰანოვერი დარჩა მეორე ბუნდესლიგაში ხო თქვი შეჩემ არ მისმენ აი ორი წამის წინ თქვი მეორე ბუნდესლიგაში ასევე გვეყოლება ჰაიდენჰაიმი სამწუხაროდ ხო ბუდუ გავარდა ბატონო აღნიშნოთ ნუ ბოლტოს 3-1 არა მოუგოლოს ვოლფსბურგმა მაგრამ ანუ აღარ იყო დამოკიდებული ჰაიდენჰაიმზე უკვე ჰაიდენჰაიმი თავის თვითონაც აგებდა მაგრამ რომც მოიგო მაინც გავარდებოდა მაინც გავარდებოდა ნუ ბაიერნთან მოეგოთ მაგრამ ბოლტოს წააგეს ხო საწყანია ბუდოს გავარდნა არ ვიცი ამდენად იქნება შესაძლებელი რომ დარჩეს ბუნდესლიგაში თვითონ იმიტომ რომ წეს მსურველები უნდა ყავდეს რადგან ძალიან კარგი მონაკვეთი ჰქონდა ბოლოს სეზონის და ზოგადად ცუდი სეზონის მთლიანობაში რო გადახედო არ გამოვიდა მშვენიერი გოლებიც გაიტანა და თავიდან ცუდი სერია ჰქონდა მაგრამ ბოლოს მინდათ კარგი ხო ძალიან კარგად თამაშა ბოლო ტურებში და იქნებ გადავიდეს და ისე როგორც იტაიშვილი უნდა გადავიდეს წესით და არ უნდა გაყვეს მეც ხო იმიტომ რომ წიტამაც იმის ფონზე მეც მომით უმეტესაც ითამაშა ძალიან მაგარი სეზონი ჩაატარა